ნამდვილი Optimus Prime ტრანსფორმერებიდან სულ იმ წყლის აუზში ვარდებოდა. ამიტომ ჩემი გიგანტური მაგნიტი მოვიტანე, რომ აქვე მაგნიტით თევზაობა მეცადა და გამერკვია მართალია ეს თუ არა და ამ წამს რაღაც ამოვიღე. რაღაც დიდი და მძიმე ამოვიღე, ისეთი შეგრძნებაა თითქოს სატვირთოა და სხვათა შორის ბიჭებო, ჩემ ქვემოთ შეხედეთ. ეს ხიდი მიწაზე სატვირთოს ორმაგ ბორბლებს გავს. ისეთი შეგრძნებაა თითქოს Optimus-ი პირდაპირ იმ წყალში ჩავარდა. და ეხლა შემიძლია ვცადო, ამოვიყვანო. მაგრამ ნახეთ რა ვნახე ინტერნეტში. ეს ნამდვილი Optimus Prime-ის ტრანსფორმაციას გავს სატვირთოთ და მას პოლიცია მისდევს. დიახ ბიჭებო, ამ სატვირთოს, ამ კარგ სატვირთოს პოლიცია მისდევს და მერე ნახეთ რა მოხდა. ვხედავთ რომ სატვირთო წყალში ჩავიდა. ეს სიგიჟეა. და ეხლა ნამდვილი Optimus Prime შეიძლება წყალში იყოს. ჰეი! ნახეთ. რა? ღმერთო, არ არსებობს ბიჭებო. ეს ხელია? ეს Optimus Prime-ის ხელია? მართლა ასე გამოიყურება, ეს უბრალოდ სიგიჟეა ბიჭებო. ღმერთო ბიჭებო, ეს იმდენად დაუჯერებელია. ეს სიგიჟეა. ნახეთ რა დიდია. ჩემი ხელზე დიდია და ის გავს Optimus Prime-ის ნამდვილ ხელს. ასე რომ ყველაფერი შეიძლება მართალი იყოს. ნამდვილი Optimus Prime იმ ტყეში დადიოდა და მერე შემთხვევით წყალში ჩავარდა. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მაგნიტით თევზაობა, რომ დავაბრუნოთ ის. შეიძლება Optimus Prime-ის ტრანსფორმერებიდან ჩვენი დახმარება სჭირდება. მოდი გადავაგდოთ მაგნიტი. კარგი? არ ვიცი, Optimus Prime ჯერ კიდევ ცოცხალია თუ არა, მაგრამ ის ჯერ კიდევ წყლის ქვეშაა და შეიძლება ჩვენი დახმარება სჭირდებოდეს. არა ბიჭებო, მგონია რომ ჩემი მაგნიტი გაიჭედა. შეიძლება მთელ სატვირთოს მოუკიდეთ და შეუძლებელია წყლიდან ამოვება. ძალიან სუსტი ვარ. ეხლა ჩემს მეორე პიკაპს გამოვიყენებ, რომ ის ნივთი წყლიდან ამოვიღო. მოდით ამოვიყვანოთ ის. მოდით ბიჭებო. ეხლა უნდა დავამაგროთ თოკი ჩემს მაგნიტზე აქვე. შეიძლება ჩვენი დახმარება დასჭირდეს. ის სწორედ იმ მიმართულებით მიდის. შეიძლება იმიტომ რომ ის დესეპტიკონებს გაურბოდა. ან იქნებ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის, მაგრამ უნდა გავარკვიოთ, კარგი? მოდი აქ კარგი კვანძი გავაკეთოთ და ეხლა მოდი. ხო მიდის. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ეს სიგიჟეა ბიჭებო. ღმერთო ჩემო, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. სატვირთოს გვერდითი ნაწილი, რომელიც ლურჯი ფერისაა და წითელი ალი აქვს. ღმერთო ჩემო ბიჭებო, დიახ, ეს არის სატვირთოს გვერდითი ნაწილის კარი. ღმერთო ჩემო, ნახეთ როგორ ცუდად არის დაზიანებული, მაგრამ ბიჭებო, ეს ნამდვილად იყო სატვირთო, როგორც ნახეთ ვირუსულ ვიდეოში. დიახ, უბრალოდ შეხედეთ. აქ არის ნამდვილი სატვირთო, რომელსაც პოლიცია მისდევს და შემდეგ, ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა, ის პირდაპირ წყალში ვარდება. ზუსტად ისეთივე სატვირთოა, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სატვირთო Optimus Prime-ია და მათ მისი ნაწილები იპოვეს. ხელი და ის ლურჯი ფერისაა და წითელი ალები აქვს. იგივე რაც სატვირთოს გვერდით ნაწილზეა, რაც ძლიერადაა ეს ნაწილები დაზიანებული. ასე რომ Optimus Prime ვიღაცას ებრძოდა ალბათ. ან იქნებ შემთხვევით დაიხჩო. და ამ წუთას შეიძლება ის მკვდარია. ჯერ კიდევ უნდა გადავაგდოთ მაგნიტი, რომ მეტი გავიგოთ. ტრანსფორმერის სატვირთო შეიძლება ნაწილებად იყოს დაშლილი. ასე რომ უნდა გავიგოთ რა მოხდა აქ და ამ წუთას რაღაცას უგრძნობ. ის ისეთი მძიმე არ არის, როგორც ჩვენი წინა აღმოჩენა, მაგრამ რა არის ეს? ეს რასაც წყლიდან ამოდის. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს Optimus Prime-ის მახვილია. უბრალოდ შეხედეთ ამას ბიჭებო, ეს ლეგენდარულია. ეს უბრალოდ მახვილი არ არის. ეს ძალიან ძლიერი იარაღია დესეპტიკონებთან საბრძოლველად. ღმერთო ჩემო, რა ძლიერად ბრძნობ თავს. ზუსტად ისეთი, როგორც ტრანსფორმერების Optimus Prime-ს აქვს. ასე რომ, ეხლა დესეპტიკონებთან ბრძოლა შემიძლია. რატო ფიქრობ, რომ წყლის ქვეში ხო? Optimus Prime ვიღაცას ებრძოდა. დიახ, ნახეთ ის ვიდეო, ის ვირუსული ვიდეო. ხო, ეს Optimus Prime-ია ტყეში და მე ნახე ვიღაცას ებრძვის. ღმერთო ჩემო, დიახ, მაგრამ ვინ არის ეს? Optimus Prime-ის მტერია. ვინ იყო ის?
მაგრამ მან მახვილი არ გამოიყენა, თავისი ძლიერი ხელებით დააგდო. მაგრამ შემდეგ რა მოხდა? უნდა ვაგზელოთ მაგნიტის სროლა, რომ გავიგოთ, რადგან მეტი აღმოჩენა გჭირდება ჩვენი გამოძიების დასასრულებლად და იქნებ რომ ვიპოვოთ. და იქნებ მთელი ოპტიმუს პრაიმი ვიპოვოთ. ხო, ეს მიწა ძალიან სრიალა. აი ამიტომ ჩავიდა ოპტიმუს პრაიმი ცხალში და ასე ძლიერ დაზიანდა. ეხლა ისევ გზნობ რაღაცა მძიმეას. შეიძლება ბოლოს და ბოლოს ეს მთელი სატვირთოა. არა მხოლოდ ოპტიმუს პრაიმის ნაწილები, არამედ ოპტიმუს პრაიმის მთელი გარე ნაწილი. გამოსავლენი. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ისევ ღმერთო ჩემო, ეს ოპტიმუს პრაიმის კიდევ ერთი ნაწილია. ღმერთო ჩემო, ეს გიგანტური მასიური სატვირთოს კაპოტია და აქ ურჯი ცეცხლი აქვს. და აქ ავტობოტების ნიშანსაც ვხედავთ. ღმერთო ჩემო. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპტიმუს პრაიმი ამ დევნის დროს ან წყალში ჩავარდმის შემდეგ იმდენად მძიმედ დაშავდა. მაგრამ შეგვიძლია ოპტიმუს პრაიმის ყველა ნაწილი შევაგროვოთ და შემდეგ შევაკეთოთ. ასე რომ გავაგრძელოთ ამის გაკეთება. და მეგობრებო, თუ ჯერ კიდევ უყურებთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი, რომ კიდევ უფრო მეპრომეთი მაგნიტით თევზაობის თავგადასავალი იხილოთ. გამოიწერეთ ახლავე და ჩვენ მაგნიტს გადავაგდებთ. ასე რომ, წავედით. დიახ მეგობრებო, მგონია რომ დაახლოებით ვიცი ის ადგილი, სადაც მთელი ოპტიმუს პრაიმი ან სხვა ტრანსფორმერებით შეიძლება იყოს. რაღაც მძიმე დავიჭირე და რაღაც დიდი. ხედავ მეგობრებო, ხედავ, ღმერთო ჩემო, დიახ, ეს ოპტიმუს პრაიმის კიდევ ერთი ნაწილია. ეს სიგიჟეა მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ მაგას. და გვაქვს რაღაც შიდა ნაწილი, რომელიც აშკარად ტრანსფორმერის შიგნითაა. დიახ, ტრანსფორმერები ძალიან ძლიერები არიან. ეს რაღაცაც საკმაოდ მძიმეა სინამდვილეში. ის ძალიან მძიმე დაზიანდა ბიჭებო. ნახეთ, როგორი დიდი და მძიმეა ეს რაღაცები. ოპტიმუსი გიგანტური იყო. ის ძალიან დიდი იყო. და მგონია რომ ეს ნაწილი მისი კისრის ნაწილი აწილია. ის ძალიან მძიმე და ძალიან ძლიერია. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეს მაგნიტით თევზაობისთვის გიჟური ადგილია. ჩვენ წყლიდან მთელი ტრანსფორმერი ოპტიმუს პრაიმი ამოვიღეთ, მისი გვერდითი ნაწილიც ამოვიღეთ, ალოვიღეთ მანქანის კაპოტი, კარი და ბევრი მისი მსგავსი ხელის ნაწილი. მაგრამ რა მოხდა აქ? შეიძლება იქიდან უნდა გადავაგდოთ, რადგან იქ რაღაც უცნაური ჩანს. წავიდეთ, გავაგრძელოთ ჩვენი გამოძიება. მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ, რომელი ტრანსფორმერი გიყვართ ყველაზე მეტად და შეიძლება მე აქ დავბრუნდეთ და ვცადოთ ოპტიმუს პრაიმის შეკეთება ამ ნაწილიდან. მაგრამ წავიდეთ. გავაგრძელოთ აქ მაგნიტით თევზაობა. იქნებ კიდევ არიან ტრანსფორმერები. ღმერთო ჩემო. ეს ოპტიმუს პრაიმის ძალიან ბევრი ნაწილია. აქ შეგვიძლია დავინახოთ მეტი ლურჯი ფერის ნაწილი, ცეცხლის ფერთან ერთად. მაგრამ ეს რა არის ბიჭებო? ეს დესეპტიკონინის ნიშანია. ღმერთო ჩემო, ეს თვითმფრინავის ნაწილია. მოდით ახლოს. გონია რომ ეს რაღაცა ბრძოლის ველია, სადაც ოპტიმუს პრაიმი დესეპტიკონს ებრძოდა. მაგრამ არ ვიცი იმ ტრის დესეპტიკონის სახელი, რომელიც თვითმფრინავი იყო. თუ იცით, თავისუფლად დაწერეთ კომენტარებში ბიჭებო, მართლა მაინტერესებს ეს. თუ ჭკვიანები ხართ, რა თქმა უნდა. მაგრამ ნახეთ, ისიც ძალიან დაზიანებული იყო, რადგან ეს ყველაფერი მტრის თვითმფრინავის ეს ნაწილები დესეპტიკონ ტრანსფორმერის. მაგრამ ეს ნაწილი, ეს ოპტიმუს პრაიმის კიდევ ერთი ნაწილია. ეს არის სატვირთოს საბურავი, ისევე როგორც ის. ეს არის სატვირთოს წინა ნაწილი. ადრე რაღაცა ამგვარი იყო. გონია რომ ეს შეიძლება იყოს გამონაბონქვის მილი, რომელიც ასევე ოპტიმუს პრაიმის ნაწილია. მეგობრებო, ოპტიმუს პრაიმის მეტი ნაწილი შევაგროვეთ, რომ ავიღოთ და შემდეგ ჩვენ წინა ადგილას მივიტანოთ ოპტიმუს პრაიმის აღდგენის გასაგრძელებლად. მაგრამ ჯერ მოდი ვცადოთ მაგნიტი აქ გადავაგდოთ. იქნებ მეტი ნაწილი ვიპოვოთ და გავიგოთ რა მოხდა აქ ზუსტად. ვინ გაანადგურეს და რატო? მოდი დრო არ დავუკარგოთ და გავაგრძელოთ მაგნიტით თევზაობა, რომ მეტი ტრანსფორმერის ნაწილი ვიპოვოთ. და ამ წუთას ხო, თოკი იჭიმება, ასე რომ გძნობ რაღაცას ჩემს მაგნიტზე. შეხედე ამ ბუშტს. ეს სიგიჟეა. ეს რა არის? კიდევ ერთი მილი თუ რა? ვა, ბიჭებო! ღმერთო ჩემო, ეს ის არის, რასაც ვფიქრობ? ეს ბლასტერია.
Optimus Prime-ის ბლასტერია, ღმერთო ჩემო, ეს ძალიან ძლიერი იარაღია. ის კიდე უფრო ძლიერია, ვიდრე ის მახვილი, რომელიც ადრე ვიპოვეთ. ეს სიგიჟეა. ასე რომ შეიძლება Optimus Prime-მა ეს შესანიშნავი იარავი გამოიყენა, რომ ეს სულელი Decepticon-ი ნაწილებად დაეშალა. მაგრამ ჩვენ ის წყლის ქვეშ ვიპოვეთ. თუ ჯერ კიდევ მუშაობს, მოდით ვცადოთ ბიჭებო. ეს საინტერესოდ ჟღერს. კარგი, მოდით ვცადოთ. ღმერთო ჩემო, ეს იარაღი განადგურდა. შეიძლება იმიტომ რომ წყალს შეეხო, მაგრამ ეს ცოტა უცნაურია. მე ვნახე რომ ტრანსფორმერების იარაღი ძალიან ძლიერია და წყალგამძლეც, მაგრამ არა. ეს სინამდვილეში მტკივნეულია. მოდი გავაგზავნოთ მაგნიტის სროლა. იქნებ კიდევ ვიპოვოთ იარაღები. წავედით. ხო, იქნებ წყლის ქვეშ Optimus Prime-ია, ან იქნებ კიდევ არიან ტრანსფორმერები, მაგრამ რაღაცას გძნობ ჩემს მაგნიტზე. და ახლა წყლიდან უნდა ამოვიღოთ ეს რაღაცა. ისევ რაღაც ლურჯია ბიკებო, რაღაც ლურჯი ამოვიგეთ, მაგრამ მაგნიტი გამიცურდა. მოდი ვნახოთ რა არის ეს. ბიჭებო, ეს ნამდვილად კიდევ ერთი Optimus Prime-ის ნაწილია, სატვირთოს ნაწილი. სინამდვილეში ეს საქარე მინაა. ეს უნდა იყოს დამონტაჟებული მძღოლის წინ. მძღოლი Optimus Prime-ში? ეს ცოტა არასწორია. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვიპოვეთ საქარე მინა და დაგჭირდება ეს ნივთი, ისევე როგორც სხვა ნაწილები, რომ მთლიანად აღვადგინოთ Optimus Prime-ი. ძალიან მალე ჩვენ დავაბრუნებთ მათ და დავიწყებთ აღდგენას. თუ ეს ვიდეო მოგწონთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი მაგნიტი კიდევ ერთხელ ვისროლოთ. წამო! დიახ, სინამდვილეში, დიახ, როგორც ადრე თქვი, Optimus Prime ძალიან მიყვარს. ის ჩემი საყვარელი ტრანსფორმერია, ძალიან ძლიერია, მაგრამ შენი რომელი ტრანსფორმერია? მართლა მაინტერესებს ეს. ამჯერად რაც ვიპოვე, ძალიან მსუბუქია. ამჯერად, ჰეი, გვაქვს ბუშტები და გვაქვს ნაპოვნი. ინცადე, რა? ეს რაღაც კონტროლერის მსგავსია, რომელიც როგორც ჩანს, Optimus Prime-ის კაბინაში იყო დაყენებული, რადგან იგივე ფერებია. ანუ ეს კონტროლერი Optimus Prime-ის სამართავადაა? ეს შეუძლებელია. Optimus Prime ცოცხალი ადამიანის მსგავსია, მაგრამ მას რაღაც მართავდა. არ ვიცი. მოდი დაუბრუნდეთ იმ Optimus Prime-ს, რომელიც ადრე ვიპოვეთ და დავფიქრდეთ ამაზე. ხო, ეს ყველაფერი მართლა Optimus Prime-ს გავს. გონია რომ წინა საქარე მინა რაღაცნაირად ასე იყო დამონტაჟებული. შემდეგ გვაქვს მანქანის კაპოტი. ეს ნაწილი აქ იყო. რა თქმა უნდა, საბურავი თავის ადგილზეა. აქ გვაქვს მთელი ხელი, ძალიან ძლიერი და მძლავრი. ეს ხელი მახულს იჭერდა. აქ გვაქვს გამონაბოლქვის სისტემა და სატვირთოს მთელი გვერდითი ნაწილი. ასე რომ ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ მაგნიტით თევზაობა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხვდები რატო? რატომ დაიშალა Optimus Prime ნაწილებად ამ Decepticon-თან ბრძოლის შემდეგ? რატომ ჩაძვრა წყალში, როგორც ვიდეოებში ვნახეთ? ერთადერთი რაც მაინტერესებს და ვერ ხვდები, ის კონტროლერია. თითქოს გამორთული იყო, მაგრამ რატო? ეს რაღაც Optimus Prime-ის შიგნით იყო, როგორ მუშაობს, ვერ ხვდები. რა ხდება ბიჭებო? მოიცადეთ, ეს Optimus Prime-ის კონტროლერია. ეს რაღაც მართავს ხელს და შეიძლება მთელ სათმირთოსაც მართავდეს. აქ იყო მძღოლი, რომელიც იყენებდა წინა ბორბლის საქარე, მინას და იმ კონტროლერს. ის მართავდა იმ Optimus Prime-ის სათვირთოს. ეს ნამდვილი ავტობოტი არ არის, ეს ყალბია. ძალიან პროფესიონალური რეპლიკაა. ღმერთო, ეს სიგიჟეა, ეს ძალიან უცნაურია. არასდროს მიფიქრია, რომ ეს შესაძლებელი იყო, ბიჭებო. ასე რომ ეს ნამდვილი Optimus Prime არ არის, რომელიც იმ წყალსატევში შევიდა. ეხლა ყველაფერი გასაგებია, ბიჭებო, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია მისი შეკეთება. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მთელი Optimus Prime-ის ტრეკის აღდგენა. და თუ გინდათ ეს გნახოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარები. იმედი ეს ვიდეო მოგეწონათ. მე ვარ სლავი, მადლობა ყურებისთვის და ეს იყო Optimus Prime, რომელიც წყლის ქვეშ იპოვეთ მაგნიტური თევზაობის დროს. მახვილი წყალბი იყო. მე ასე ვფიქრობ.